მოგესალმებით, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო, რომელსაც ავტვირთავ დიდი ალბათობით. მინდოდა განმეხილა რაღაც პარტიები რა და თუ საინტერესო იქნება მაყურებლისთვის სხვა პარტიებსაც განმეხილა. ერთ-ერთი პარტია მქონდა შემონახული, სადაც ჩემთვის რა უკეთესი არ მახსენდება რეკორდულად მაღალი პროცენტი დავაფიქსირე სიზუსტის. ხდებოდი ნიგერიელ მოჭადრაკეს რომელსაც მაღალ რეიტინგი არც ერთ არ გვაქვს 2200 რა ქონდა იმას 2253 მომენტისთვის მე ჩესკომზე ეს არის რაპიდი და ნუ რამდენი თვითამაში გეიმ რეიტინგი რამდენი დამიწერა და პროცენტი მაგას მე რეგეთქვით მოგეთ ეს რო განვიხილოთ დაიწყო E4 მივედით C5 სისერვერიდანაც მხედარებების ხარ 1C6 D4-ს მოვიდა ну ეს ვარიანტია ჯერჯერობით აქ წიგნი რო ხატია ეს ნიშნავს ვარიანტს ну წიგნის სვლებია რა მოვედი E5 ახაც ვარიანტია აქ გვერდზე ჩანს შეფასება ეს უნდა ჩანდეს წესით ვიდეოშიც 0+0.5 ეს ისეთი არაფერი ჯერჯერობით წიგნის სვლებია A6 ხედარი D6 ესეც ვარიანტია ლაზერი F6 ლაზერი D1 ლაზერი G6 ხედარი C3 D5 ესე წიგნის სვლა არის. მოკლა ლაზერი D5 კარგი სვლა წერს excellent ასეთ აფასებს ეს შეფასება ეს კომპიუტერი. ეს არ არის ხო უმაღლესი დონის game review, იმიტომ რომ მე არ მაქვს ნაყიდი მისრული ვერსია. ფული არ მაქვს გადახდილი მაგაში რა. და დღეში ერთის გაეთება შემიძლია მაქინა გამომდინარე. ეს არ უნდა იყოს წესით ძალიან მაღალი დონის კომპიუტერი შეფასება, თუმცა საკმაოდ მაღალი დონის არის და ისეთი დონის არის, რომ ნებისმიერ ადამიანზე ძლიერია რა. მაინც ხედარი D5-ია მთავარი სვლა რა, ამასაც აჩვენებს. Q6 ლაზერი D1 არ უკვე ცუდი სვლა. კითხვის ნიშანი ნიშნავს ცუდ სვლას. D8 great ძალიან კარგი სვლა, მოკლედ ფაქტი რომ ერთადერთი სწორი სვლა რომელიც ინარჩუნებდა ამ პირადესობას, რაც არის ახლა -1 და 1. Q2 ჩააფარა, ხედარი D4, ამაზე მიწერსო საეჭო სვლა არის. კითხვის ნიშანი და სახელის ნიშანი ამას ნიშნავს, უკეთესი სვლაც ჰქონდა, ესე იგი -1.1-დან ჩამოვიდა 0.7 წერა. F3 ამ შემთხვევაში სწორი სვლა, ამისთვის F5-იც კარგი სვლა, ETC1 არის ძალიან ცუდი სვლა. ასაც ქვია ბლანდერი, ორი კითხვის ნიშანი რომელსაც დაესმის. ნახავთ ახლა რატო. ну მარტივად ხედარი F6 ვავითარებ, მინდა რომ ლოგიკა გავაკეთო. F5 მოკლა რაც ასევე ცუდი სვლა არის და ამ შემთხვევაში საეჭოს წერს, მაგრამ რეალურად -2.4-დან შევებს უბრალოდ იზრდება 3.7-მდე. კვდება Q5 მე F4. Q2 გამოყავს. Q2 თუ გამოიყვანს, G2-ზე პაიკი იკარგება, ამიტომ იძულებულია ამ შემთხვევაში რომ F4 ითამაშოს რა. ამიტომაც მოვიდა F4-ს. ну ლოგიკა ვაკეთე, აქ უკვე ძალიან დიდი უპირატესობა მაქვს, -3.9 არის მოგებული ფაქტობრივად. მოვიდა G4-ს, რაც კომპიუტერი წერს რომ კარგი სვლა არის, მაგრამ G4-ს მოყვება Q4, რაც არის ბრილიანტი. ანუ შეწირვა რომელიც არის საუკეთესო და ახლა აქ 6.2-დან კი ჩამოვიდა 5.7-ზე, მაგრამ ეგ ის არის რომ კომპიუტერი არ არის ძალიან ძლიერი და მაღალი დონის, თორე შეფასება დაახლოებით ერთნაირია და მერყეობს რა. ეს საუკეთესო სვლა ბრილიანტი მაგიტოა. ითამაშე ETC1 და ლაზერი H5, ესეც ბრილიანტ სვლა, იმიტომ რომ ერთადერთი არის რომელიც პოზიციაში ინარჩუნებს დიდ უპირატესობას. Просто გადამწყვეტ უპირატესობას, ამ უპირატესობას, რომელიც შემდეგ მალევე ფორსირებულად განაპირობებს შაობის მოგებას. F4 მოკლა, ხედარი G4 მოკლა, აქ უკვე შამათია 7 სვლაში რა ასე წერს. მეფე G3 ლაზერი H2, მეფე მოკლა G4, H5, მეფე G5, ეტლი F5, მეფე მოვიდა G6 და ეტლი D6 შამათი. თეთრი მეფე G6 უჯრაზე დაშამატდა, რაც არის ნუ ძალიან დიდი იშვიათობა. მოგეთ ეს იყო მარტივი გამარჯვება. შეიძლება ის რომ დაახლოებით აქ დავიჭირე დებიუტშიც, იმიტომ რომ ლაზერი D1 ძალიან ცუდი ლაზერი D3 უნდა ჩასულიყო და ნუ მე გრძელდება პარტია. ოდნავ უპირატესობა აქვს შავს, ისეთი არაფერი
მოვიდოდ ელდეროს ლაზერს გაწევდა, ნუ ისეთი არაფერი მოყოლით რა, მაგრამ ლაზერი ერთი დიდი შეცდომა იყო, რასაც ელდერო მოყვა და შემდეგ ძილძილური ბრილიანტ სვლა და შავმათი შეექვს უჯრაზე. ამ პარტიაში კომპიუტერი მიწერს, რომ მე ვითამაშე 96.4% სიზუსტით და game rating-ი, ასე ვთქვათ, რა რეიტინგით ჩავატარე ეს game-ი, მიწერს 2650, ნუ რაც როცა 2253 გაქვს, ძალიან კარგი შედეგია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მეტოქე მითამაშა ძალიან სუსტად, მეტოქის პროცენტულობა არის 78.9, რაც არის საშინლად დაბალი, ძალიან ცუდი. ეს არის პირველი ვიდეო ასეთი სტილის და შემდეგში კიდევ უკეთესად შემოგთავაზებთ. ბევრი ძალიან კარგი პარტია მაქვს მოგებული რა. სასიამოვნო სანახავი პარტია, თორე შეიძლება არ იყოს იმდენად ზუსტი და მაქსიმალურად საუბრისოსლები ნაკეთები ჩემი და ოპონენტის მხრიდან, თუმცა საკმაოდ საინტერესო პარტიები ბევრი მაქვს და თუ საინტერესო იქნება ჩემი ურიცხვი მაყურებლისთვის ეს ვიდეო და ასეთი სტილი, შემდეგში დავდებ სხვა ვიდეოებსაც. აბა, დროებით.